მოგესალმებით, ჩავატო. ვაგზელებ ჩვენ გაკვეთილს, ხო? ორხოთ წიგნი, ორხოთ სადიკი, ჭიშკრები სირცხვილისა, ხო, საუბარია რომ სირცხვილის კაითვისება. უნდა გაგრძელებაში ბრძენი ახსნის ბევრ რამეს და ორი სიტყვით დავინდოდა რომ დამეწყო ჩვენი პარაშა ჩავუადან. ზუსტად ორი სიტყვით მოკლედ არის ასეთი საინტერესო კითხვა. პარაშა ჩავუას იწყება თუ არა, გამჩენი ეუბნება არონა ქოენს და ანთი სანთელი სამუდამოდ, ხო? სვავენ კითხვას ბრძენები, როგორ შეიძლება გამჩენის წინაშე ყველაფერი ნათელია. ყველაფერი რა იქნება მომავალში ყველაფერი ცნობილი იყო, ხო? სვავენ ბრძენები კითხვას, როგორ შეიძლება რომ გამჩენი მოუწოდეს არონა ქოენს, რომ ანთო სანთელი სამუდამოდ თუ იცის რომ მოვადგე როდესაც მეთამეტეში იქნება დანგრეული, ხო? ანუ თითქოს და გაუგებარი რამ არის, ხო? ცოტა ჭირდება დაფიქრება და ბევრჯერ გვაქვს ნათქვამი გაკვეთილზე. არის ესეთი რა გდუშათ ლევი, კი? რավ ლევი იცხაკ ბერდიჩევ, ხო? ბერდიჩევის რავი მოყავს ცნობილი რამბანი, რაბი მოშე ბენ ნახმანი. რამბანი ძახს ეს რაღაცას, რომ ყოველთვის როდესაც ადამიანს მოსდის რაღაც სურვილი, გააკეთოს რაღაც კარგი, გააკეთოს მიცვა, ან უბრალოდ რაღაცნაირი მომაღლება აქვს, ასეც ქვია იტორერუთ, გამოღვიძება აქვს სულიერი და ხანახეს შეიძლება არა ყოველთვის შეიძლება არ არის ყოველთვის დამოკიდებული გაკვეთილზე იყო, ან რაღაც შეიძლება ნებისმიერ მუსიკას მოусმინოს და იგრძნოს სიახლოვე გამჩენთან. ბრძანებს რამბანი რა უნდა გააკეთოს ადამიანმა ასეთ დროს, ყოველთვის აქ რაღაც გამოგვიძება გამჩენის გზაზე, უნდა გააკეთოს რაღაცა მიცვა. შეიძლება წაიკითხოს თეილიმი, შეიძლება გასცეს ცედაკა, შეიძლება მეგობარს დაურეკოს, ან ვისაც ჭუბარია, რაღაცა, ბოდიში მოუხადოს, ან უბრალოდ ვიღაცა გააკეთოს რაღაც მიცვა. რაც არის მიცვასთან დაკავშირებული. და რატო? იძახის რამბანი, რომ როდესაც ადამიანი აკეთებს მიცვას, ეს მიცვა არ ხდება არასდროს. ეს მიცვა იპოვებს გარკვეულ ადგილს, ასე რომ ვთქვათ, ადამიანის სულიერებაში და ქმნის ჭურჭელს, ასე რომ ვთქვათ, ხო? ჭურჭელს რაზეა საუბარი, რომ რაღაცა უკვე შეიქმნა ცაში ამ ადამიანის ხელით, ხო? და ეს არასდროს არ ჩაქრება და აქედან გამომდინარე, როდესღაც შეიძლება სადღაც თავი გამოყოს და არის საინტერესო ისტორია გავიკე, რომ იყო ბენ-გურიონის დროს, როდესაც ისრაელის სახელმწიფო ყალიბდებოდა, ეს ხო დაახლოებით 65-67 წლის წინ, ხო? როდესაც ყალიბდებოდა სახელმწიფო, ბენ-გურიონს ძალიან უნდა შეხვედროდა ხაზონიშს, ხო, რაველიაუ კარელიც და როდესაც მივიდა და შეხვდა, იქიდან გამოსული ბენ-გურიონი განათლებული ადამიანი იყო, მაგრამ ნახა რა დონეზე იყო ხაზონიში. ძალიან დიდი შთაბეჭდილებით გამოვიდა იქიდან და მას ყავდა ერთ-ერთი მინისტრი, რომელიც მასთან ალბათ დაახლოებული პირი იყო, განათლების მინისტრი, თუ არ ვცდები. და ამ განათლების მინისტრისთვის ხაზონიში იყო რაღაც, ხაზონიში არა, ბოდიში, ბენ-გურიონი იყო რაღაც მოკლედ დიდი მისაბაძი პიროვნება და ბენ-გურიონმა მოუყვა, რომ ხაზონიში ძალიან დიდი ადამიანია, მოკლედ სიტყვებით ვერ შეძლო გადაეცა და ადამიანზე ამან დაინახა ამ ადამიანმა მინისტრმა, რომ ბენ-გურიონი ძალიან ასე ვთქვათ დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ხო? მივიდა ეს კაცი სახლში მოუყვა ცოლს, ეს ოჯახი რომელიც არაფერს აღარ ინახავდა, მაგრამ ცოლი ანთებდა შაბათის სანთლებს. და შაბათის სანთლებს რო ანთებდა, ვიცით რომ არის ერთი სგულა, ხო? კარგია, როდესაც ხალბატონი ანთებს შაბათის სანთლებს, ილოცავს თავის შვილებს. და როცა ლოცულობდა თავის შვილებზე, ლოცულობდა, რომ ყოფილიყვნენ ბენ-გურიონისავე. და რომ მას მერე რაც გაიგეს ბენ-გურიონისგან, რომ ხაზონიში ძალიან დიდი ადამიანია, ისეთ რომ ბენ-გურიონმა ვერ შეძლო რომ აეღწერა სიტყვით, უბრალოდ რამოდენიმე სიტყვით გადმოსცა, რომ მოგრას თქვით, როგორც ახსენეთ, ამ ხალბატონი მიხვდა, რომ თუ ბენ-გურიონი კარგია, მაგრამ თუ ბენ-გურიონი იძახს, რომ ვიღაც არის მასზე დიდი, დაიწყო რომ ვერ არ იცოდა რა ვინაა ხაზონიში და რაზეა საუბარი, დაიწყო ლოცვა, რომ მისი შვილები ყოფილიყვნენ როგორც ხაზონიში. ბოლო რა მოხდა, გავიდა ბევრი წლები და მისი შვილიშვილი დღეს არის ერთ-ერთი დიდი ადამიანი, რომელიც აბუნებს ხალხს თეშუბაზე, არის დიდი თალმუდ-ხახამი. და ხედავთ, რომ ბებიამ ილოცა თავის დროზე შაბათის სანთლებთან,
როდესაც შემდეგ თაობებში გამოიღვიძა ამ ყველაფერმა და მივიდა მოიტანა ასე რომ ვთქვათ შედეგი და ნაყოფი ამ სამყაროში. იგივენაირად აქედან ვხედავთ, აქედან გამომდინარე შეგვიძლია ავხსნათ რა, თუ რა მოუწოდა გამჩენმა. არონ კოენს მოუწოდა ის, რომ აენთო სანთელი თუნდაც ერთხელ, რა თქმა უნდა, ანთებდნენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. არონ კოენი სანამ იყო უდაბნოში, მერე პირველი ტაძრის განმავლობაში, მეორე ტაძრის განმავლობაში, მაგრამ კითხვა რჩება, როგორ შეიძლება რომ დარჩენილი იყოს სამუდამო. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ როგორც ჩვენ ვთქვით, თუ ადამიანი აკეთებს მიცვას და ეს რჩება შამაიმში, ხო, ასე ვთქვათ, ტოვებს როშემ. როშემ ეს არის კვალს. ხო, ყოველთვის ტოვებს კვალს სულიერებაში, აქედან გამომდინარე არონ კოენის მიერ ანთებული სანთელი ერთხელ ხო, დარჩა სამუდამოდ და დატოვა დიდი კვალი ცაში. აქედან გამომდინარე პასუხიც გასაგებია და ასე არის ჩვენი ცხოვრებაც. ყოველთვის როდესაც რაღაცას ვაკეთებ, ადამიანმა შეიძლება თქვა, ძალიან ხშირად მესმის ხოლმე, ხალხი ძახს ის რაღაცას. მე შაბათს არ ვიცავ, თეფილიმი რატო უნდა დავიდო. ჯერჯერობით რომ არანაირ კავშირში არ არის შაბათი და თეფილიმი ერთმანეთთან გარდა იმისა, რომ ორივე თორიდანაა მიცვა, ხო? ადამიანი თუ შეიძლება ითქვას თუ ადამიანი რაღაცას ცუდს აკეთებს, ეს ნებას ართავს მეორე ცუდს გააკეთოს, ხო? და ლეავდილ, ხო, გაყოფა რო იყოს ცუდს და კარგს შორის, თუ ადამიანი აკეთებს ერთ კარგს, ეს უნდა უბიზგებდეს მეორე კარგისკენ. მაგრამ თუ არ აკეთებს ერთ კარგს, არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ არ გააკეთოს სხვა რამე კარგი, ხო? ანუ რაღაც შეუძლია ადამიანს უნდა გააკეთოს და არ უნდა ეძებოს კავშირები რაღაცების შორის. თუ დაიწყოს თუ აქვს საშუალება და აქვს სახში თეფილიმი და აქვს საშუალება რომ ილოცოს და დაიდოს თეფილიმში თქვას შემა ისრაელი, ძილის თქვა შემა ისრაელი, ამას შეიძლება მიიყონოს იქამდე ბოლო დაიწყო შაბათის დაცვა, ხო? ასე არ უნდა შაბათის დაცვა. შეიძლება თქვას რომ არ ვიტყვი შემა ისრაელს რომ შაბათის დაცვა არ დავეწყო, მაგრამ ეს ხუმრობთ, ყველას უნდა რა თქმა უნდა, ყველა ისრაელის გულში არის შაბათი, ყველა ისრაელის გულში არის თეფილიმი და ყველაფერი რაც კი კარგია, ხო? და გამომდინარე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ თვისებებზე, შეიძლება რაღაცას გაუჩნდეს კითხვა, რა დროს თვისებებია, ხალხმა უნდა დაიწყო მიცვების დაცვა, ხო? უნდა ვიცოთ ერთი რაღაცა, თვისებები ადამიანის თვისებები ეს არის, როგორ ასე ვთქვათ, აგური ადამიანის სულიერებაში, ხო? თვისებას დაემატება და ბოლოს შენდება შენობა, ხო? ადამიანი თვისებას უმატებს, ან თუნდაც ერთ თვისებაში საფეხურს უმატებს და ბოლო ხდება ჩამოყალიბებული, გაწონასწორებული, ზრდასრული ადამიანი, რომელსაც აქვს ადამიანის იერი და არა იერი, როგორც ადრე ვახსენეთ, ჩამოუყალიბებული ფიგურისა ან რაღაც არსებისა, ხო? რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ არავის არ ეხება, ჩვენ საუბრობთ ყველა როგორც ჩემზე, ასე ყველაზე, ხო, ჩვენ სწავლობთ და სწავლის ასე რომ ვთქვათ, სიღრმე არის ის, რომ ადამიანმა ყოველთვის უნდა დაინახოს თავის თავირაზე, ეგ სამუშაო და რაც კი მოსდის მიცვა ხელში, უნდა ეცადოს რომ დაიჭიროს რაღაც დონეზე მაინც. კარგით, გავაგზავნოთ, დავიწყოთ ჩვენი ორხოთ წადიკიმი. დააგზავნოს ძალიან დაიძახს. მიდათა ბუშა ჰი გადერ, ეს არის მესამე ჭიშკარი, ხო, მესამე ჭიშკარია და არის მეორე აბზაცი. ამ ჩემ წიგნში ასე შეიძლება სხვა წიგნში თქვენ ეთქოს, მაგრამ პირველი სიტყვები არის მიდათა ბუშა. ხო, მიდათა ბუშა ჰი გადერ უმეხიცა თაბარზელ ლიფნეი კოლ ავეროთ. თვისება სირცხვილისა ეს არის ღობე და დამაბრკოლებელი, რკინის ღობე და დამაბრკოლებელი ყველა ცოდვის წინაშე. ანუ თუ გახსოვთ წინაზე ვთქვით, რომ ადამიანის შეგნება და სირცხვილი არის ურთიერთდაკავშირებული რამ. ხო, ახსენა ბრძენება ბევრი რამ. გავაგზავნოთ არ აგვერიოს. კი ადამ ოვერ კამავიროთ ბასეთ, რაც ადამიანის თვისება ხანდახან ჩუმად ჩაიდინოს ცოდვები, ჩუმად რა იგულისხმება, ეს არის მარტო. არავინ არ ხედავს, შესაბამისად დონე ასე რომ ვთქვათ, დონე და შეიძლება რომ დავარქოთ რაოდენობა სირცხვლისა ადამიანის შეგრძნებაში, რადგან სირცხვილი არ არის მარტო გონიერი, არამედ გრძნობებზე დაყრდნობილი თვისება, ხო, ადამიანის თვისებაში ადამიანში ნაკლებადაა, ხო, ანუ ასე, როდესაც მარტოა, სირცხვლის გრძნობაც შესაბამისად ნაკლები აქვს. კი ადამ ოვერ კამა ავეროთ ბასეთ მა შეიდბაიეშ ლიფნეი ბნეი ადამ, ანუ რა გამოდის, როდესაც ადამიანი არის მარტო, ხო, შეიძლება გააკეთოს ის, რასაც ხალხის წინაშე არ გააკეთებდა. ყველამ შეგვიძლია მარტივად წარმოვიდგინოთ
ასაც ვაკეთებთ მარტო და არ გავაკეთებთ ხალხის წინაშე. ვეხენ ამ ხახამი და ასე ბრძანეს ბრძანება. ხო და ბრძანეს მოყავს ისტორია თალმუდიდან. ეს არის ვასახებ ბერახოთი 22 ფურცლის მეორე გვერდია, ძალიან საინტერესო ისტორია გამოყვანილი, ვისაც აქვს ძალა რომ ნახოს, ძალიან ბევრს მოიგებს. ვიშად ტირად ბენ ზაკაი, როდესაც მოვიდა დრო, რომ რაბი იოხანან ბენ ზაკაი უნდა აბრძანებულიყო, ამრულო თალმიდა მოუწოდეს მას მოსწავლეებმა, რაბეინუ ბარხენუ. მასწავლებელო დაგლოცე. אמר להם, יהי רצון שתהיה מורה שמיים עליהם כמורה בשר ודם. מי המדבר אחר ותחייסיני רוקודת თქვენ სირცხვილი ცის მიმართ ისეთივე როგორც გაქვს სირცხვილი ადამიანების მიმართ, ხო? ანუ რა რომ გწვენოდეთ ისე გამჩენის როგორც გწვენიათ ადამიანებს. ამრულო ათკან ვეთულო აქამდე და მეტი არა, ანუ რა ეს არ თელი შენი ბერა ხარ რას გვასწავლ როგორც გწვენოდეს შამაიმის. ამარ ლაჰემ ულევაი და უთხრა რაბი იოხანან ბენ ზაკაი ნეტაი რო ეხშეძლო, ხო? ანუ რაზე ესაუბარი? რომ რაბი იოხანან ბენ ზაკაი გვასწავლებს დრამას, ხო? როგორც რა დონეზე იყო თვითონ და იცოდა მოსწავლეების დონეზე, უნება რომ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სირცხვილი მინიმუმ უნდა ქონდეს ადამიანს ისეთი გამჩენის წინაშე, როგორც აქ ადამიანების მიმართ, ხო? რომ დაუფიქრდეთ ხანდახან შეიძლება ერთი შეხედვით და ერთი მოსმენით ცოტა უცნაურად მოგვეჩვენოს, მაგრამ დიდი ხანი არ დავჭირდება ფიქრი იმისთვის, რომ ვიგზოთ იქ რომ ხალხის უფრო გწვენია ვიდრე გამჩენის, ხო? დედუ და აგზელებს და უნეო რაბი იოხანან ბენ ზაკაი და იცოდეთ, ქეში ადამ ოვერა ომერ შელო ირენი ადამ როდესაც ადამიანი ჩადის წოდვას, რას იზახის, რომ ხალხმა არ დამინახოს, ხო? საუბარი ნორმალურ ადამიანს. დღევანდელ თაობაზე არ არის საუბარი, როდესაც სირცხვილი გახდა თითოეულ სირცხვილი. როდესაც ადამიანს წვენია, ეს თითოეულ სირცხვილი. ეს არის, რა თქმა უნდა, რაღაც უბრალოდ ეძახენ უმუმდი მასიჟიმა, ხო? რაღაც გაუგებარი რამაა, როდესაც სირცხვილი ხდება, ხო? ანუ მორცხვი ადამიანი, ეს არის რაღაც დაბიო, ხო? ვეხოლზე მიფნე შეიავო ლიდეი ბუშა. ეს ყველაფერი ატომოს ადამიანს ატვარაკეთებს ხალხის წინაშე იმას, რასაც აკეთებს მარტო, რადგანაც იცის, რომ თუ გააკეთებს ხალხის წინაშე ექნება გრძნობა რისი სირცხვილისა. ვეაშუ მინავერა, მეხამას შეიტბაეშ მიბნეა და ამიტომ ადამიანი შეიძლება ჩამოშორდეს რას? წოდვებს იმის გამო, რომ არ უნდა რომ შერცხვეს. კიმითოხ შელოლიშმა აბალიშმა. ანუ რა, გზენ მასწავლა ეს ტირა. რომ თუ ადამიანს ექნება სირცხვილი, როდესაც ხალხის წინაშე აქვს სირცხვილი და არ ჩადის წოდვებს, იმიტომ რომ ხალხის წვენია, შეიძლება მაშინ მოხდეს რაღაც გამოღვიძება და თქვას, რომ ხალხის წვენია და არ ვაკეთებ, მაშინ გამჩენისაც უნდა წვენოდეს და მიობოლოს იქამდე შელოლიშმა, ანუ რა არის შელოლიშმა? არა გამჩენის სახელს გაკეთებული და მივაიქამდე რომ გააკეთეს გამჩენის სახელზე და ბოლოს შერცხვება უკვე გამჩენისაც, ხო? אבל המעלה העליונה ממידת הבושה הוא שהתבייש לפני הקדוש ברוך הוא. მაგრამ იძახს, მაგრამ ეს კვეთითონ ბრძენია ორხო ცადიკების ავტორი, იძახს, რომ მაგრამ უმაღლესი დონე სირცხვილისა ეს არის, როდესაც ადამიანს წვენია თით შემოქმედის, ხო, გამჩენის და მის წინაშე ცოდვას არ ჩადის არა იმიტომ, რომ ხალხმა არ დაინახოს, არა იმიტომ, რომ გამჩენის წვენია, ხო? რა თქმა უნდა, ვიცოდეთ, რომ ხალხის წინაშე უნდა ქონდეს ადამიანის სირცხვილი, არ გაქვს რაღაცა, არ უნდა იყოს აბსოლუტური უგულვებყოფა ადამიანების აზრისა შეიძლება, მაგრამ ყველაფერს აქვს, ასე რომ ვთქვათ, ყველაფერს აქვს თავის საზღვარი, ხო? როგორც ნათქვამია და მოყავს ეზრადან, ხო? წინასწარ ეზრადან მოყავს პასუქი, ელოჰეი ბოშტი ვენი ხლამთი, გამჩენა შემცხვა და მოვიდრიკე, ლეჰარიმ ელოჰიმ პანაი ელეხა. რათა ავწიო სახე შენს წინაშე. ხო, ან როდესაც ადამიანს აქვს ეს გრძნობა, რომ ყველა მისის, ხო, როგორც პასუქში წერია, რომ არის პასუქი, რომელიც იზრდის, რომ არ არის შლომო ამელეხი წერს, რომ არ არის ადამიანი, არ არის ცადიკი, რომელიც აკეთებდა კარგს და არ შეეცოდეს, ხო? ადამიანს უნდა ეცოდეს, რაც არ უნდა ბევრი კარგი აკეთოს, წინაშე ყოველთვის უნდა ედგეს რა, მისი ცოდვა, რატო? რომ მეორთ არ დაბრუნდეს. არა თუ ამან უნდა დააბეჭაოს ადამიანი, არა.
უბრალოდ ეს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რათა არ დაბრუნდეს იქ, სადაც იყო, რატომ თუ დაავიწყდება, შეიძლება ადვილად დაბრუნდეს, ხო? მაგალითად დავით ამელეხი პასუხშტეილებში წერს, რომ გამჩნევ ჩემი ცოდვა ყოველთვის ჩემ წინ დგას. ანუ მთელი ცხოვრება განიცდიდა იმას, თუ რაც დავით ამელეხის დონეზე თვითონ მეფე დავითს მიაჩნდა, რომ შესწოდა გამჩენის წინაშე. ძენები ძახენის ვინც ფიქრობს, ვაჩევასის ისტორიაში, ხო? ვაჩევასის ისტორიაში ძახემბზენები, რომ თუ ვინმე ფიქრობს, რომ დავით ამელეხმა შეწოდა, იცოდეს, რომ შეეშლება. ანუ არ შეუწოდია. მაგრამ თვითონ მეფე დავითს იმ ხელა დონეზე იყო, რომ თვითონ ცოდვად მიაჩნდა, რაც გააკეთა. მიხვდებს, რომ არ იყო ცოდვა. მოკლედ აქ დავამატებ პატარა ახსნას ამ რაც გავიარეთ, რომ აქ საუბარია რაზე. ხანახა შეიძლება ადამიანი მოხდეს, ასე რომ ვთქვათ, სიტუაციაში, სადაც დგას ეხა არჩევნის წინაშე, უნდა წვენოდეს გამჩენის, თუნდაც შეწყვეს ხალხის. მაგალითად, ყველაზე შემხედრი ისტორიები რაც არის, ეს არის დავუშვათ ჩვენ ჯამაათში რო ვთქვათ, ორი ყველაზე შემხედრი ისტორია, ადამიანი დაპატიჟეს დავუშვათ სუფრაზე. მივიდა ოჯახში და ოჯახი არ ინახავს, არ იცავს არაფერს, განსაკუთრებით პესახში. ხო, პესახში პესახში ადამიანი უნდა ეცადოს გარეთ საერთოდ არ ჭამოს. თუნდაც სტუმრად რომ მივიდეს. მაგალითად, ჩვეულებრივი დღე ვთქვათ, ჩვეულებრივი პერიოდი პესახის გარდა, მოხდა ოჯახში, სადაც დავუშვათ არ ინახავენ არაფერს, დაუდეს საჭმელი წინ, ხო? მირთვია უნებიან. ადამიანმა იცის, რომ ამის ჭამა არ შეიძლება. არ იცის რა ხდება საერთოდ ამ ოჯახში, ნახავენ კაშრუთს, არ ნახავენ კაშრუთს. უნდა შეწყვეს ხალხის და შეჭამოს, უნდა შეწყვეს გამჩენის, შეაშროს რაც გამჩენის გასაკეთებელია, ხო? და არ გააკეთოს. ან მაგალითად მეორე ისტორია, მეორე მაგალითი მოვიყვანთ, ისტორია არა, როდესაც შეიძლება ადამიანი მოხდეს ისტორიაში, მოხდეს სიტუაციაში, ვიცით რომ ჩვენი ებრაელური თაშერი კანონით არ შეიძლება რომ ადამიანმა, მამაკაცმა გადაკოცნოს ქალი, რომელიც მისთვის აკრძალულია. მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება იყოს დეიდა, შეიძლება იყოს მისგინა იყოს ნებისმიერ ნათესავი, გარდა იმათი, ვისი გადაკოცნა შეიძლება. შეიძლება მოხდეს ისე, რომ ეს ადამიანი დადგება ისე, რომ ხალხის ყურადღებას იქცევს თავისკენ, რომ რაღაც უცნაურ რაღაცას აკეთებს და ეს ასე ვთქვათ, ხალხსა უბრალოდ ადვილია ამას საუბარი, მაგრამ წნეხი ამ სირცხვილის ამ ორ ყველაზე შემხედრ მაგალითში ძალიან დიდი ადამიანის წინაშე, ხო? აქ დგება ასე რომ ვთქვათ, სასწორზე დგება ადამიანის ძალა. სადამდე შეუძლია რომ დადგეს იმის წინააღმდეგ, რასაც თქვია სირცხული ადამიანების წინაშე და შეასრულოს რა გამჩენის ნება და შეწყვეს გამჩენის და არ შეწყვეს ადამიანებს, ხო? ანუ ეს არის ამაზე იყო საუბარი, რაც რავი იოხანან ბენ-ზაქაი მოთხრა მოსწავლეებს, რომ კონდეთ სირცხული ისეთივე გამჩენის, როგორი სირცხულიც გაქვთ თქვენი მეგობრების, ნაცნობების ან ადამიანების წინაშე. ანუ რა, თუ ადამიანი ხედავს, რომ აქ 50-50-ია სირცხული, ხო? ეხლა ან უნდა გადავიდეს გამჩენის ნებას, რათა თქვენია ხალხის, ან უნდა შეინახოს რაც არის. რა თქმა უნდა, რომ ეპოვოს ძალა და გააკეთოს რაც გასაკეთებელია, და როდესაც ადამიანი აკეთებს იმას, რაც ნება გამჩენი ყველას თვალში აზრს ამ ადამიანს რას მოწონებას, ხელ, როგორც ესტერ მალკაზი, ხო, წერია, რომ ის მოწონება ხალხის თვალში და ყველას თვალში. კარგი, გავაგრძელებ. ואם תחשוב איך יתבאש ממי שאינו רואה בעיניי. მოყავს ბრძენს უკვე შემდეგი კითხვა, როგორ შეიძლება ადამიანს წვენოდეს იმის, ვისაც ვერ ხედავს, ანუ ის საუბარი, გამჩენზე, ხო? באמת אתה צריך לדעת, אף על פי שהקדוש ברוך הוא נעלם מעיני כל חי, და უნდა იძახის ბრძენი და საჭიროა რომ იცოდეს ადამიანმა, ჭეშმარიტად უნდა შეიგნოს და რაღაც ის באמת אתה צריך לדעת, რომ ადამიანმა უნდა გაისის ხორცოს, ასე რომ ითქვიან, და მის ბუნებაში უნდა ჩაბეჭდოს ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გამჩენს ვერ ხედავთ, რადგან ის არის დამალული, ან დამალული რას ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ეს დავინახოთ. ხო, როგორც იძახის ბრძენი, რომ ნელა ენე კოლხაი, რომ გამჩენთ თქოს დამალული ყველა ცოცხალი არსებისგან, ანუ მატერიალურზე საუბარი, გუნიმცა ბელევავოთ ვენიგრე ბემახშავოთ. ის არსებობს, ანუ დამკვიდრებულია ყველა ადამიანის გულში და მოდის ყველა ადამიანის ფიქრში. ანუ რა, გულში ფიქრები არ მოდის, ხო? გულიდან მოდის გრძნობა. გამჩენი ყველა ებრაელის გულში არის და ყველა ებრაელის ფიქრებში მოდის იქ, სადაც დგება არჩევანი გააკეთოს ადამიანმა სწორი თუ არ გააკეთოს სწორი, ხო?
ანუ რა ვერ ხედავთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ რეალობა ჩვენი არ რომ გამჩენილ ჩვენში ცხოვრობს. ნებისმიერი ებრაელის, არა აქვს მნიშვნელობა რა დონეზე იმყოფება ებრაელი და უფრო მეტსაც გეტყვით, ხანდახან ებრაელი ადამიანი, რომელიც ძალიან დაბალ დონეზეა, მაგალითად ჩადის საშინელ წოდებს, შეიძლება იმ ადამიანში გარკვეულ მომენტში იმხელა გამოგვიძება იყოს, ანუ გამჩენება იმხელაზე განათოს მისი შუქი ამ ადამიანის გულში, რომ ადამიანმა ყველაფერს თავი დაანებოს, თუ გახსოვთ, როგორც ვისწავლეთ რაბი იუდა ისტორია რომ მოვყევით, ბოდიში აღარ მახსოვს სახელი, რომელიც ეს მამაკაცი, რომელიც იყო ყველა როსკი ხალხთან ერთად და უცებ დაბრუნდა თეშუბაზე და იქამდე რომ რაბი დაუძახა ბათკოლმა, ხო? ანუ ადამიანი იყო ბოდიში სიტყვის ჩარეცხილი ბოლომდე, მაგრამ გამჩენმა იმ ხელაზე გააღვიძა მის გულში სიყვარული გამჩენის და სირცხვილი გამჩენის მიმართ, რომ ისეთი თეშუба გააკეთა, რომ იქვე წერია თალმუდში, რომ ჩაიკუზა, მუხლებს შორის ჩაყო თავი, იტირა იქამდე, რომ მისმა სულმა დატოვა ხორცი, ანუ განიწმინდა ისეთი სირცხვილი იგნოთ იმის მიმართ, თუ რასაც აკეთებდა, რომ ასეთი ადამიანის ადგილი ამ სამყაროზე აღარ იყო. ანუ არათუ ცუდის ხრივ, არამედ კარგის ხრივ, ხო? ანუ შეიგრძნო თუ რა არის გამჩენი და გამჩენმა ის წაიყვანა იქვე თავისთან. ויסיק המדרגות של הבושה בהתבודדו לחשוב בגדולת השם ברוך הוא. דרכו შეიძლება რომ ადამიანმა მიაღწიოს მაღალ საფეხურს და გაიზარდოს გრძნობაში, რასაც ქვია სირცხვილი, რომ ადამიანი უნდა დაფიქრდეს გამჩენის სიდიდეს. ანუ თუ რა პატარა ადამიანი და რა დიდია გამჩენი და ეს მიიყვანს მას იქამდე, რომ გაჩნდება ნელ-ნელა გრძნობა სირცხვილისა, ანუ ისაც კი აქვს, გაიზრდება ეს გრძნობა უფრო და უფრო. ubezachro tamid הקדוש ברוך הוא שרואה מעשיו და უნდა ახსოვდეს ყოველთვის რომ გამჩენი ყოველთვის ხედავს მის მოქმედებას ובוחן כלכליות და ამოწმებს მის თირკმელებს וצופה מחשבות და ასევე ყოველთვის იმყოფება მის ფიქრებში რაც ნიშნავს ამოწმებს მის თირკმელებს არის რამდენად მატერიალურ სამყაროში ეს გამოიხატება მაგრამ თალმუდში წერია რომ იძახიან ბრძენები, რომ ადამიანის თირკმელები აძლევენ მას რჩევას. ანუ ადამიანის თირკმელები აძლევენ რჩევას. სვავს კითხავს თალმუდი საიდან ისწავლა აბრაამ ავინუმ მივიდა იქამდე, რომ იპოვა გამჩენი. იძახიან, რომ მისმა თირკმელებმა მას მისცეს, ასე რომ ვთქვათ, რჩევა და ასწავლეს გზა გამჩენის. ანუ რა, გამჩენი ყოველთვის იმყოფება იქ, საიდანაც ადამიანი იღებს იმას, თუ რისკენ წავიდეს. ხო, ანუ პირველი ნაპერწკალი საიდანაც იწყება და ასევე იმყოფება სად ადამიანის თავში ყოველთვის, სადაც ხდება ანალიზი იმ პირველი ნაპერწკლისა, რომელიც ადამიანის მიმართ იყო გამოშვებული. მაშალ და მოყავს მაგალითი. ეხად მინა ხახამიმ, ამარ, ერთმა ბრძენმა ბრძანა, იმის ართა კოლ იამეხა შელოხატათა, თუ გაფრთხილდი მთელი შენი ცხოვრება, რო არ შეწოდე, ალ თახზიკ ტოვა ლიაცმეხა, არასდროს არ, ასე რომ ვთქვათ, შენ არ ჩაუთვალო შენ თავს პლუსად, ასე რომ ვთქვათ. კითხილად აზივათა ავეროთ, მეხამად შემიტბაიეშ მიბნეი ადამ, რადგან ნებისმიერი ცოდვის დატოვება გამოწვეულია იმით, რომ ადამიანს ხონია სხვა ხალხის მიმართ. ანუ ყოველთვის რომ არ შეიძლება რომ ადამიანი, ანუ აქედან სწავლთ დიდ რაღაცას, რომ ადამიანის პირველი ნაბიჯები გამჩენის სამსახურში იწყება ყოველთვის რითი, რომ უყურებს სხვა ადამიანებს, ხონია სხვა ადამიანების და არ ცოდავს, რადგან სხვა ადამიანები არიან აქ. ხო? და აქედან გამომდინარე, რომ მიდის ბოლომდე იქ, რომ შეიძლება უკვე მარტო გამჩენის შიში და სირცხვილი ქონდეს და მიაღწიოს მაღალ საფეხურებს, ხო? ანუ აქედან გამომდინარე ადამიანმა უნდა ითქვას, მე მარტო რასაც ვაკეთებ, იმიტომ რომ ხალხის სხვენია. ხედავთ აქედან ბრძენმა გახსნა რამოდენიმეჯერ, რომ ეს ყველაფერი მიიყვანს ადამიანს იქამდე, რომ ბოლო-ბოლო შეიძლება გახდეს დიდი მოშიში გამჩენის, ასე რომ ვთქვათ, ხო? ანუ რა პირველი საფეხური ყოველთვის იწყება იქიდან, რომ ადამიანს შეიძლება ცხოვროს მეორეს. და აკეთებდეს იმას, რასაც ასე რომ ვთქვათ, მოითხოვს მისი გარემოცვა, კარგის მხრივ, ცუდის მხრივ არასდროს არ შეწყვეტს ამის და არ მოწავდეს ამის მხრივ, უნდა იეროს ყოველთვის ასე რომ ვთქვათ, ნაკადის წინააღმდეგ. იმიტომ რომ ეს არის ბუნება ებრაელის, რადგან ჩვენმა მამამ, ხო, ჩვენმა წინაპარმა და აბრაამ ავინუ მთელი მსოფლიოს წინაშე წინააღმდეგ წავიდა და ჩვენ ბუნებაში ჩაბეჭდა ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალა ვიაროთ, ასე რომ ვთქვათ, უკუდინებით, ხო?
დინებას შევეწინააღმდეგოთ და არ თუ მარტო ვიდგეთ, არამედ წავიდეთ წინ და გავხდით ის, რაც გამჩენის ნება. לכן צריך האדם להיזהר מאוד מאז להעלות על ליבו בעוזבו העבירות. ამიტომ ადამიანი უნდა გაფრთხილოს ძალიან, რათა მის გულამდე მიიტანოს ის, რომ დაანებოს თავი ცოდვებს, ხო? שלא יעזבם מפני הבושה של בני אדם, כי היצר ממשיך ליבו לעניין זה. ანუ ადამიანი უნდა ჩამოშორდეს ცოდვებსო, არა იმიტომ რომ ხალხი და სიტყვის, არამედ იმიტომ რომ გამჩენის სახელზე უნდა გააკეთოს ყველაფერი, ხო? რადგან რაშია ძირითადი ბრძოლა, იძახის ბრძენი, რომ ყოველთვის ადამიანის იეცერი ეს ცუდისკენ მაბიზგებელი, ეცერ არა რაღაცას არის, ეცერა ტოვიანი, ეცერ არა, ეცერ არა ყოველთვის ადამიანს უბიძგებს, რომ გააკეთოს რა, რომ ცხენოდეს იმის, რასაც ხალხი იძახის. ამას შეიძლება ორი მხარე ქონდეს. თქვით, რომ შეიძლება ერთი მხრივ ადამიანმა გამოიყენოს ეს იმისთვის, რათა გაიზარდოს გამჩენის სამსახურში. მაგალითად, როგორ მოხდა ჯანს ხალხში, სადაც ყველა ლოცვობს. ეხლა თუ არის ლოცებს, ხო ხალხის პოსტში გამოჩნდება რაღაც ნიტო ან დავუშვათ ყველა კიპითა და ეს კიპას იხურებს მარტო არ ვიცი როდის, ხო? აიღებს და კიპას დაიხურებს, ხო? ან მილიონი რამე თეფილი მსარდებს, ან მოხდება ხალხში სადაც ყველამ დაიდოს, სირცხვილე დაიდებს. ეს კარგია. რატო ხვალ შეიძლება შეწყვეტა თქვას, თუში ხალხის წვენოდა და იმათ გამო დავიდა, დღეს გამჩენის გამო დავიდებ, ხო? მაგრამ არასდროს არ უნდა შეწყვეტს იმის, რომ ხალხი არ უნდა კაი გადაოდოს თეფილიმია 21 საუკუნეა, ხო? ამის არ უნდა წვენოდეს. אם תעשה כך, יחלמו בני אדם. לכן צריך האדם לעשות ראשון לכל ראשונים, שידע את יוצרו ויכיר כוחו. ამიტომ ადამიანმა ყველაფერს უნდა მისცეს თავისი ადგილი. ძახის რომ პირველ ადგილზე უნდა დააყენოს პირველ და შესაბამისად. ანუ რა, რომ უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ პირველ ადგილზე ვინ დგას ყოველთვის, დგას მისი შემქმნელი, ვინც მოიყვანა ამ სამყაროზე, ვინც აჩუქა მას პირველი ნაპერწკალი სიცოცხლისა, დაბადებისას და ყოველ წამს 8 ძლევს სიცოცხლეს, მისი შემქმნელი ეს არის გამჩენი და შეიგრძნოს და შეისწავლოს მისი ძალა, იქნება სადაც შეუძლია რომ ადამიანის შეგნება გაუმკლავდეს, რომ გაიგოს რა ვინაა გამჩენს, ანუ შეგვიძლია. ვეიტენეთ ლიბო ლემი იავორ უმი ჰუიარე და დაუდოს გული, ასე რომ ვთქვათ, დაუდოს გული იმას, თუ ვის უნდა ცხენოდეს და ვის უნდა ემსახურებოდეს, ხო? არა ხალხს, არამედ გამჩენს. უნდა ცხენოდეს გამჩენის და მე უნდა ცხენოდეს ხალხის. ლემიცვათ მიასე უმიისი რომ მისი მიწვევი უნდა შეასრულოს და ვინ გააფრთხილა ან მათი დარღვევის მათი რო არ დაარღვიოს ისინი. ქემოში ამარ დავით ლიშლომობნო, როგორც მოუწოდა და ასწავლა დავით ამელეხმა მის შვილს შლომო ამელეხს და ეთ ელოჰეი ავიხა ვეავდეუ, რომ შეიცანი გამჩენი მამისა შენისა და ემსახურე მას. ანუ იცოდე ვინა, ანუ დავით ამელეხმა იცოდა კარგად მისი საფეხური, მისი დონე, ხო? და რა უთხრა შვილს, უთხრა რომ იცოდე ვინა გამჩენი მამა შენის და ემსახურე მას და არა თუ რასაც ხალხი მომიწოდებს. უბაზე აინიან იაგია შეიდგაეშ ლიფნე აკადოშ ბარუხუ ბილვად და ასეთი სამსახური და ასეთი ესე რომ ვთქვათ ეტაპობრივი სიარულით ადამიანი მივასადამდე იქამდე რომ ბოლოს შერწყება გამჩენის და მარტონის. ანუ მიხვდება თუ რა არის მისი დანიშნულება ამ სამყაროში, რისთვის მოვიდა აქ და ვის უნდა ემსახუროს. არა ადამიანებს, არამედ გამჩენს და მარტო გამჩენს და არა ადამიანებს. დავარია დუა უბარუ არის რა ცნობილი და გასაგებია, აშერ ქოლა ოლამ ოსიმ ინიანიმ რაბინ ბასეთე. რო არის მთელი სამყარო აკეთებს რაღაცას, რაც მიმალულად, ანუ როცა მარტოა, ხო? მაგალითად არის ერთი ისტორია, როდესაც დავით ამელეხს შეძლო შაულის მოკლა და რატო არ მოკლა? როდესაც დაინახა რომ შაული იყო საპირპარეშოში, ადგილას სადაც ვერავინ ხედავდა და იყო ძალიან მოკრძალებული. ანუ დაინახა თუ რამდენად მოშიში იყო გამჩენსა. ბრძენები იძახიან სად მოწდება ადამიანის ასე რომ ვთქვათ ცნიუტ, ხო? ცნიუტი ეს არის მორიდებულობა დავუშვათ ტანის სამოში, მოქცევაში. ეს არის განშტოება, რისი განშტოება სირცხვილის, რომელიც არის ადამიანში შიგნით, ხო? როდესაც ადამიანი არის მარტო და როცა დაუჯეროთ თუ არის ადამიანი საპირფარეშოში, ნო. დავუშვათ ვერავინ ვერ ხედავს და ადამიანს შეუძლია, ხო? არის სპეციალური კანონები შულხან არუხში ეს ებრაელურ ეთიკაში, თუ ადამიანმა როგორ რამდენად უნდა ქონდეს ღია ტანი, ხო?
მან უვლიდება ადამიანის ჭეშმარიტი სახე ამ თვისებაში, რასაც ქვია ცნეუთი და რასაც ქვია სირცხვილი. ვეხენ медабрим дибурим рабим და ასევე დაბრუნდები დავარ იადუა უბარურ აშენ ქოლა ოლამ ოსიმ ინიანიმ რაბიმ ბასეთელ და ცნობილია რომ ხალხი აკეთებს ბევრ რაღაცას როდესაც არიან მარტო ვეხენ მარტო ანუ დავშოთ თანამზრახველთან ერთად მაგრამ იქ სადაც მათ ვერ ხედავენ ან მას ვერ ხედავენ ვეხენ медабрим дибурим рабим ასევე საუბრობენ ბევრ რამეს ხანდახან ადამიანს გონია რომ ვიღაცაზე საუბრობს და იმას არ ესმის ყველაფერი კარგადაა ბასეთელ ვეხოშვი מחשבות რაბოთ და ასევე ფიქრობენ ბევრ რამეს ხო ბავშვი შეიძლება ვერ გაბედოს ადამიანმა მეორესთან ილაპარაკოს რაღაცა, მაგრამ იფიქროს ის, რასაც ვერ იტყოდა იმის წინაშე. ვეინ ხოშეშიმ კლალ რაკ შელოიბადა ინიანი და არ დარდობენ საერთოდ და ერთადერთი დარდი რაც აქვთ არის ის, რომ ხალხმა სხვებმა არ გაიგონ. ანუ რა, ადამიანი არის მარტო, აკეთებს რასაც აკეთებს, ერთადერთი დარდი რა, ჩამოუშვებს ბავშვებს, ტრისებს, ჟანუზებს, ყველაფერი დაკეტილია ვერავინ ვერ ხედავს. ან დავუშვათ ეგ და თანამზრახველი არიან დაждებიან და კარგად იჭორავებენ ვიღაცაზე ან დავუშვათ მესამე შეიძლება აწყოს მარტოა არავისთან არ შეუძლია ლაპარაკი სირცხვილია იმის თქმა არა თუ გაკეთება თქმაც კი თუ რას ფიქრობს და ამიტომ ზის ფიქრობს და იღებს ძალიან დიდ სიამოვნებას თავის ფიქრებში ეს ნებისმიერ რამე შეიძლება იყოს ხო დავიწყდება ის ვეიმ ჰაიუ კოლმა ასეჰემ შეასუ მინეორეჰემ ვეხოლა დვარიმ შედიბრუ მოდიში შედიბრუ ვეხოლ מחשבותם שחשבו גלויים וידועים לכל אדם היו מתביישים בושה גדולה מאוד. ეძახის ბრძენი და რო ყოფილიყო ისე რომ ეს ყველაფერი რაცაა გაკეთებული მარტო ჩუმად რაცაა გაკეთებული ნალაპარაკები რაცაა ნაფიქი რო ყოფილიყო ყველასთვის ცნობილი და ნათელი ყველას თავს ადამიანი დადიოდეს და დაყვებოდეს ასეთი დიდი ტრაფარეტი და მასზე იყოს დაწერილი ყველაფერი ან დავშოთ ასე ვთქვათ ბილბორდი ხო სარეკლამო დაფა დაყვებოდეს და მთელი ამ ადამიანის ცხოვრება გადიოდეს იქ რა აქ ნალაპარაკები რა აქ ნაფიქრი რა არ ჩადენილი ხო რა იქნებოდა განიცდიდა იქნებოდა განცდა უდიდესი სირცხვილისა ხო კოლშეკენ ვეხოლშეკენ შეცარიხ ლეიდბაეშ ლიფნე აკადოშ ბარუხუ და მით უმეტეს თუ ეს რო ყოფილიყო ნათელი ხალხის წინაშე იქნებოდა ადამიანს ძალიან დიდი სირცხვილი მით უმეტეს უფრო რამდენად დიდია სირცხვილი გამჩენის წინაშე რატო המשקיף אל הלבבות, ის არის რომ რადგან გამჩენია რომელიც შეუძლია განჭვრიტოს, ანუ დაინახოს თავიდან ბოლომდე ადამიანის გული, ვეროე ამახშავა და ასევე ხედავს თუ რა ფიქრები აქვს ადამიანს, ხო? ვეოდეა კოლმა ასეჰემ და იცის ყველაფერი რაც აქ მას გაკეთებული, როგორც წერია თალმუდში, რომ ასე პირკიო ავოჩი, რომ არის წიგნი გახსნილი და ყველაფერს რაც ადამიანი აკეთებს იწერება. ხო ვეადიბურიმ ვეამახშავოთ და ასევე საუბრები და ასევე ფიქრები შეასა ადამ კოლიამავ რაც კი აქ ადამიანს გაკეთებული მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში ანუ არ არის ეს რაღაც დავშ შემდეგი წელიწადი როშანიდან და მე გამჩევშვიდობი როშანიდან უკრავს იქნება შმიტის წელიწადი ვისაც აქ თუ ადამიანს აქვს ჩვენ კაგუთილზე ვისწავლეთ ბათიამში ოდესღაც ხო ვისაც აქვს ვალი თუ არ დაწეს პრუსბულს ანუ ვისი ვალიც აქვს ხო გასესკებული აქვს ფული თუ პრუსბულს არ დაწერს თორის დილით ეს ფული დაკარგული აქვს ანუ ცოდებში ეს რაღაც არ ხდება ანუ სეკვესტრი და შეზღუდვა და ესე ჩამოჭრა და ეგრეთ გაყენვა ცოდების არ არის მარტო მაშინ ეს ადამიანთა შუბას აკეთებს ანუ შვიდი ეს მერვე წელიწადი და არც ერთი პერიოდი ადამიანის ცოდებს არ ჭრის და არ აღწევს მთელი ცხოვრება რაც აქ ადამიანს გაკეთებული ესე ვთქვათ მყარ დისკზე, hard დისკზე არის ყველაფერი ჩაწერილი და ისეთ hard დისკზე, რომელზეც არაფერი არ წაიშლება და არაფერი არ დაიკარგება და ძალიან დიდი მეხსიერება აქვს, თუნდაც 1000 წელი ცხოვრობს ადამიანმა, ყველაფერი კარგად ჩაწერილია. ואין לפניו שכחה და გამჩენს არაფერი არ ავიწყდება. שצריך להתבייש לפניו ולהיכלם. და მართებს ადამიანს შერწყვის გამჩენის და მოიდრიკოს მის წინაშე და გააკეთოს დეშუба, ხო? ანუ ხედავთ რა, ადამიანს გოდიში ადამიანს მართებს ყოველთვის ახსოვდეს მოკლედ შევაჯამოთ რაც გავიარეთ როც იწურება ადამიანს მართებს ყოველთვის ახსოვდეს რომ დადის ამ სამყაროზე ეს სამყარო არ არის ესე რომ ვთქვათ ვიკენდი ხო ეს არ არის კვირის ბოლო როდესაც ადამიანს შეუძლია აკეთოს ის რისი გაკეთება ცხოვრობს ეს სამყარო არის
ვისაც მოვიდა აქ რომ იმსახუროს, აკეთოს საქმე რაც მას დაავალეს და იცოდეს ყველაფერი ჩაწერილია და ყველაფერს დაუვაგებენ წინ. ადამიანი თუ 120 წლის მერე და მეტიც ამ შემოყალიბდა საცოცხლოს რომ აბრძანდებაზე რომ ყველას ჩააბარებინებენ, ასე რომ თქვა და ანახებენ რაც აკეთებული და როგორც წიგნებში ამოყვანილი არ იქნება მარტო, ხო? იქნება ყველა მისი გარემომცველი, ვისაც არ ნალაპარაკები, ვისაც არ ცუდი ნაფიქრი თუ კარგი ნაფიქრი, არც სულს არ დაუკარგავენ და რა თქმა უნდა არც კარგს. ყველაფერი დადგება მის თვალის წინაშე. ერთადერთი საშველი რაც არის ადამიანისა, რომ ეს ყველაფერს გადაურჩეს და გამჩნევს საფათოს, ეს არის გამჩენის გზაზე დაბრუნება. ამიტომ საუთან ყველაფერს ჩვენ და ამ წიგნში გავჩერდე პატარა მომენტი ფარშაჩაუადან წერია ჩვენ ფარშაჩაუაში რომ გამჩენი ეუნება მოშინაბეინოს გააკეთე ეს ბეთამი თვითონ მიკდაშის წმინდათა წმინდის კანონებს ეუნება ქოენების ჩასაცმელებს და კიდევ ერთხელ ეუნება მოშინაბეინოს და როგორ იქნება ეს ყველაფერი გაკეთებული ვეშახანტი ბეთოხამ და დავიმკვიდრებ მათში ხო ადამიანი ჩვენ ვიძახით რომ ადამიანი არის პატარა ასე რომ ვთქვათ პატარა ქვეყანა ხო ოლამ კატან და ასე რომ ვთქვათ ბრძანები ყოფენ ადამიანს ასე რომ ვთქვათ ნაწილებად მთელი ადამიანი როგორც თელი სამყარო ადამიანის გული არის როგორც ბეთამიკდაში თავი არის როგორც კოდეშკოდაში ხო ანუ რა როდის შეიძლება რომ გამჩენმა დაიმკვიდროს ბეთამიკდაში როდესაც ყველაფერი არის შესრულებული ისე როგორც გამჩენმა მოუწოდა და ეს წერია ხო ეს უნდა იყოს ამდენი ასეთი ზომის ეს უნდა იყოს ასეთი ზომის გამჩენმა ჩვენ მოგცა ჩვენი თვისებები რომელთაც ბალეი მუსარ ფარაშებიდან სადაც არის საუბარი ტაძრის აშენებაზე გადასატანი ტაძრის აშენებაზე სწავლობენ ბევრ ამას და ერთ-ერთი რასაც სწავლობთ აქედან არის რომ ადამიანმა ნელ-ნელა უნდა აშენოს თავის თავი რათა მივიდეს იქამდე რომ გამჩენმა დაიმკვიდროს მასში და იყოს ისე რომ იყოს სამკვიდრი ასე ვთქვათ ქართულად მაგრამ ასე ვთქვათ სამკვიდრი გამჩენისა რომ ადამიანი რომ დადის ამ სამყაროზე ადამიანს გულის ხონა კონკრეტულ შემთხვევაში ებრაელებზე საუბრობ, ებრაელი დადის ამ სამყაროზე მას აწერია გამჩენის სახელი, რატომ რომ ებრაელს ჩვენ ყველა ერი გვეძახის გამჩენის ერს, ხო? ანუ პასუხისგებლობა ბევრად დიდი გვაქვს და ამიტომ ჩვენ რომ დავდივართ ამ სამყაროზე ჩვენ გამჩენა მოგვიყვანა მარტო იმიტომ, რომ შევასრულოთ მისი ნება, რომ ვატაროთ გამჩენის სახელი ამ სამყაროში და მისი შეხინა დადიოდეს ჩვენთან ერთად, მოვადიდოთ მისი სახელი ამიტომ უნდა ვისწავლოთ თორა, შევასრულოთ თორა, რამდენად შეგვიძლია, როგორ შეგვიძლია, მაგრამ თავარი არის ის, რომ უნდა ვიაროთ წინ. ამჩენ დაგვეხმაროს და გავიარეთ ძალიან დიდი დღესასწაული, პურიმი, და ვიცოდეთ, რომ ეს ძალიან დიდი დღესასწაულია და გარკვეულ წერტილში ვახსენეთ წინა გაკვეთილზე, რომ გარკვეულ წერტილში პურიმს არ ყავს არ აქვს ბადალი, არც ერთი კაკაი დღიდან და დღესასწაულიდან. ხო და დიდია შაბათზეც და დიდია კაი სხვა კაი დღეებზეც ხო ბრძანებენ რომ ბრძანები ძახიან რომ კიფური არის როგორც პურიმი ანუ პურიმ ხო კიფური როგორც პურიმი ძალიან დიდი დღე არის და პელეიოეც მოყავს რომ პურიმიდან პესახამდე არის 30 დღე ეს 30 დღე არის ასე რომ ვთქვათ აღმასვლის დღე აღმასვლის 30 დღე ჩვენ სულიერებაში. ანუ ამ 30 დღეში ადამიანს შეუძლია ძალიან გაიზარდოს. შეიგრძნოს გამჩენი, შეიგრძნოს ეს დაინახოს ეს სამყარო სწორი თვალით, დაუახლოვოს გამჩენს, რათა 30 დღის მიწრულს არის საღამო, რომელსაც ქვია რწმენის საღამო. ანუ პესახის საღამო ეს არის საღამო, როდესაც გამჩენი გამოგვევლინა და გაგვკეთა ჩვენ რა ჩვენ იმიტომ რომ მივენდეთ მას მიცრაიმში მან გაგვკეთა სიკეთე ხესედ ანუ ხესედი რომელსაც ბადალი არ ქონია სამყაროში არასდროს ხო ანუ გაგვკეთა ის რაც არ გვეკუთვნოდა და გვაჩუქა თავიდან ბოლომდე ის რაც თემ სამყარო დაინახა და არ ქონია არავის და ასე რომ ვთქვათ ძალიან დიდი საჩუქარი ხო და კიდევ ვიცით რომ არის ზალის სახელით ძახიან ბრძანები არის ზალის სახელით რომ არის აკადოში სახელით რომ ეს არ იყო მაშინ ეს არ არის ისტორია ხალხს გონია რომ თორაში რაც წერია და მთელი ჩვენი ეს დღესასწაულები ეს არის ასე რომ ვთქვათ გახსენება მომხდარისა არა ყოველ წელს ეს ყველაფერი ბრუნდება იყო პურიმი ვინც
ვეცადეთ და გავაკეთეთ გამჩენის წყალობი და გააკეთა ის რაც გასაკეთებული ფურიმისთვის, იყოს ნება გამჩენის რომ იხსნას ეს ადამიანი როგორც ფერძოდ, ასე მთელი ამ ისრაელი, ისე როგორც იხსნა მთელი ამ ისრაელი მაშინ ამანის ხელიდან, ხო? ასევე გავეს 30 დღე და მოვა ფესახი და ფესახში შეიძლება ადამიანმა ძალიან დიდი ხსნა ნახოს, ხო? თუნდაც არის ცნობილია, რომ ზოაში წერია, რომ მაცას ეძახის ზოარი პური განკურნებისა. აი, მე ხალხი ვინც ჭამეს მაცა სიხარულით ფესახში და განკურნდნენ ძალიან ძიმე ავადმყოფობისგან, ხო? და ფესახში ადამიანმა ნახოს რა, ნახოს განთავისუფლება იმ ტყვეობიდან, რასაც ქვია მიცრაიმის ტყვეობა, რომ ადამიანი არის თავისი ფიზიკურობით ბოლომდე ჩაფლული იმ ტყვეობაში, საიდანაც ვერც კი ხვდება იმას, რომ შეიძლება გამჩენზე იფიქროს. ეს ჩვენ სამწუხაროდ ნაწილობრივ ჩვენს და ყველა ჩვენი მეგობრები, ჩვენი ახლობლები, ჩვენს სიცხადახავს მთელი ისრაელისები და მთელი სამყარო ჩაფლულია მარტო მატერიალში და სულიერებაში არ ახსოვთ არაფერი, ხო? და ამას ძალიან ბევრი ლოცვა და ძალიან ბევრი სამუშაო გჭირდება, რომ ქონდეს გამოღვიძება ცის მიმართ, რომ გავიხსენოთ რომ არის ცა, რომ გახსოვდეს რომ არა მარტო ჩვენ საქციელზეა დამოკიდებული ყველაფერი, არამედ უნდა ვილოცოთ და რათა ვილოცოთ გჭირდება თავდაბლობა, რომ ვივხვდეთ რომ ჩვენზე ზევიდან არის ვიღაც და ასე შემდეგ ბევრი კაითვისება გჭირდება რომ გავაღვიძოთ ჩვენში არის ყველაფერი, ჩვენში ასთავარი არის გამჩენი, ჩემი სიტყვები არ არის წავიკითხეთ წიგნში და უნდა მივცეთ ამ გამჩენის შუბს, რომელიც არის ჩვენ გულში, მივცეთ ასე ვთქვათ საშუალება, რომ ჩვენი გული გაანათოს ბოლომდე და ჩვენი გული ახლა გავს, ასე ვთქვათ, ჭურჭელს, რომელსაც ჭირდება განწმენდა და რაც უფრო მეტად გაწმინდავს ადამიანი ამ ჭურჭელს, მისი სწორი საქციელებით, მისი ლოცვით, მისი მიცვების კეთებით და სწორი სიარულით გამჩენის გზაზე, გამჩენის შუქი მით უფრო მეტად გაანათებს და რაც უფრო მეტად იქნება მის გულში განათებული გამჩენის შუქი, მით უფრო დიდია ადამიანი და მით უფრო სწორი ადამიანი და რაც უფრო სწორი ადამიანი და რაც უფრო კარგი ადამიანი, მით უფრო კარგია ეს სამყარო მისთვისაც და მის გარშემო მყოფი ადამიანებისთვისაც. გამჩნევადებას ამ ყველაფერზე. დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდით. იმედი მაქვს იქით კვირაში გულ შევხვდებით ბათიამში, კაი ამბები იყოს, სიხარული იყოს, მიშენი ხმასა და არ მარბიმბე სიმხა. თქვენი ოჯახები მთელი ამ ისრაელის და მთელი სოფლიოს ასე რომ ვთქვათ, რეალობა რომ იყოს მარტო სიხარული და დამთავრდეს ეს სიმძიმეები და იყოს კაი ამბები. შაბათო, კარგად გრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრაზე.